პოლიტიკურმა ინიციატივა ჯერ საქართველოს საგარეო პოლიტიკის ხედვა წარადგინა. პროგრამა დეტალურად ასახავს იმ მიდგომებს, რომლებიც ორგანიზაციის აზრით ქვეყანას სტაბილურ განვითარებას მოუტანს. გამოქვეყნებული ხედვა ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის გარდა რუსეთთან ურთიერთობებსაც მოიცავს. ნათქვამია, რომ საქართველოს ოკუპანტ ქვეყანასთან მიმართებაში სიფრთხილის პოლიტიკა უნდა გაატაროს, მაგრამ არა ქვეყნის სახელმწიფო ინტერესების დათმობის ხარჯზე. ჩვენი ამოცანაა ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული დაბალანსებული მოქნილი და პრაგმატული საგარეო პოლიტიკის გატარება. ნათქვამია ორგანიზაციის პროგრამულ ხედვაში. ჩვენ წარმოვადგინეთ საგარეო პოლიტიკის ხედვა, შესაბამისად რა თქმა უნდა ჩვენ გვაინტერესებს სხვადასხვა სფეროს ადამიანებისგან მოსაზრებები, თუ როგორი არის მათი შეფასება ამ ხედვისა და ვინაიდან ჩვენ ყოველთვის პრეტენზია გვაქვს, რომ იმოძრაოთ თანამონაწილეობის პრინციპზე დავრდნობით და არ ვიყოთ ეს თქვათ მენტორულ ტონში წარმოდგენილი, რა თქმა უნდა ეს უკავშირი, შენიშვნები, მოსაზრებები შეავსებს ამ ხედვას და გაამდიდრებს. საფუძველი არის, რომ ეს არ უნდა იყოს პარტიის ინტერესების გატარება, არამედ უნდა იყოს სტრატეგიული გრძელვადიანი ქვეყნის ინტერესების გატარება, რომელიც რა თქმა უნდა გულისხმობს მათ შორის სტრატეგიული კავშირების აღდგენას შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან და ჩვენ საგარეო პოლიტიკაში ისეთი ნაბიჯების გატარებას, რომელიც საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობას გაზრდის და არა დააზიანებს, სამწუხაროდ სწორედ ამ მიმართულებით ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით აქტიურად ქართული ოცნება პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე ნაბიჯებს დგამს. საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, რა თქმა უნდა, ეს არის დასავლეთთან ურთიერთობების პირველ რიგში აღდგენა, იმ ნიშნულამდე მიყვანა, რაც აქამდე იყო, თუმცა გეგმავთ, რომ ეს ურთიერთობები ხარისხობრივად უფრო სხვა საფეხურზე ავიყვანოთ და უფრო ყოვლისმომცველი გავხადოთ და უფრო ასე ვთქვათ, მომგებიანი ორივე